გამარჯობა. ლეგენდა მანქანა. ჩემი ფავორიტი მანქანა. მერვე სერია E31 840 4x4 8 ცილინდრიანი 99 წლის გამოშვება. იაპონური მოდელი და რაც მთავარია M-პაკეტი. M-პაკეტი გამოირჩევა ჩვეულებრივ მერვე სერიასთან შედარებით სარკეებით, შიტოკით და ბევრი წვრილმანი რაღაცით. ამიტომ მოდი ერთად ვნახოთ ამ მანქანის ვიზუალი, ინტერიერი, მონაცემები, აჩქარება და რა შეუძლია ამ მოდელს. ეს არის ჩემი უსაყვარლესი მოდელი. და ამდენი წლის მერე როგორ მდგომარეობაში ეს მანქანა, მოდი ყველამ ერთად დავათვალიეროთ, რა არის და როგორი არის. წავედით. ესე იგი, ვიზუალზე, გარე ვიზუალზე, შიტოკი M-პაკეტს აქვს სხვანაირი, ჩვეულებრივ მერვე სერიას ესეთი ქვედა მხარე შიტოკის არ აქვს, სხვანაირი არის. სარკეები, რო შეხედავთ E34-ის M5-ს, ეგეთი სარკე აქვს. ფორმა იგივეა, მაგრამ სამაგრები რაღაცა სხვა არის. მარტო მერვე სერიაზე დგას ესეთი სამაგრები. ანუ ფორმა რო უყურებთ ერთ შეხედვით იგივეა, მაგრამ არ დგება ვიზუალურად სხვანაირია. სამაგრები. რაც შეეხება უკანა მხარეს, რა მაგარი უკანა მხარე აქვს, შეხედა. მე რას ვიყურებ მანქანას გადავუღე ბიჭო. ნახე რა მაგარია, 4 ვიხლოპი. M-პაკეტსაც სხვა შიტოკი აქვს უკანა მხარე და გამოირჩევა ძალიან ჩვეულებრივ მერვე სერიასთან შედარებით. რაც შეეხება გამარჯობა. მოკლედ ვიდეო ვერ გადავიღეთ. წესი არ თუ ვიღაცამ არ დაგვისიგნალოს და ხელით არ გვაჩვენოს და არ მოეწონოს ეს მანქანა. ამიტომ ამ მანქანით თუ დავდივარ ქალაქში, ყველა მისიგნალებს, ყველა ემოციას გამოხატავს და ყველა ესე ხელს მაჩვენებს, იმიტომ რომ ეს მართლაც ლეგენდა მანქანაა და ძალიან მაგარი მოდელია. ესეთი მოდელი BMW-ს, რავი, ჯერ რომელ წელს გამოვიდა და ისტორიაში ესეთი მოდელი არ ყოლია გამოშვებული. ეს იყო ექსკლუზიური და ძალიან მაგარი მოდელი. რაც შეეხება დისკებს, გამარჯობა ბიჭებო, გამარჯობა. აი, ვინც გაივლის, ყველა იწონებს ამ მოდელს. ყველა გვესალმება. გენაცვალეთ ყველას გულში. რაც შეეხება დისკებს, 19-იანი M პარალელები აყენია. ესეც ჩემთვის ძალიან ლამაზი და ძალიან მაგარი დისკი არის, ძალიან მომწონს. M პარალელები 19-იანი ვერსია. ქარხნულად BMW 19-იანს არ უშვებს 18-იანს, მაგრამ სოფლიოში ისეთი მოწონება დაიმსახურა ამ დისკებმა, რომ aftermarket-მა, მაღაზიებმა და ქარხნებმა გამოუშვეს 19-იანი დისკები, რომელიც უფრო ლამაზია ვიდრე 18-იანი. და მე ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებ ამ დისკებზე მანქანას. ბევრად ლამაზია. გარედან ვიზუალზე კარნიზები არის სხვანაირი, წინა უკანა შტოკი არის სხვანაირი და სარკეებია სხვანაირი. ჩვეულებრივ მერვე სერიასთან შედარებით. ნუ ვიხლობი ხო ეხლა მერვე სერიას ყველას 12 ცილინდრიანი იქნება თუ 8 ცილინდრიანი, ორივე შემთხვევაში 4 გრუშტელი აქვს უკან, 4 ტრუბა. რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან ეფექტურია შესახედავად. მოდი გადავინაცვლოთ სალონზე. 99 წლის გამოშვება არის ეს მოდელი და M-პაკეტს სალონით ცოტა სხვანაირი აქვს. აქ ზოლები აქვს, ტყავით შეკერილი აბივკები აქვს. აი უბრალოდ უნდა შეეხო ამას, რომ იგრძნო რა სხვაობა არის და რა ხარისხი არის. ესე ვიზუალურად შეიძლება არ ემჩნეოდეს, მაგრამ აი რო შეეხები, ხვდები რა არის რა. ხის კომბინაცია აქვს გაკეთებული ტყავში, თლიანად აბივკარი ტყავით შეკერილი და აქ აქვს პატარა ხე ჩასმული. აქ გვაქვს ღილაკები, შუშს ამწევ-დამწევი სარკის, აი ესეც ნახე რა მაგარია ეს. ჰაერის დამბერი, ფეჩის და კონდიციონერის რა მაგარ ადგილას აქვს. უბერავს პირდაპირ გვერდში გიბერავს. აი დიზაინი, აი ეს მანქანა ვინც დახატა, სალონი გინდა გარე ვიზუალი ის იყო, რავი, გენიოსი, იმიტომ რომ ეს არის საოცარი დახატული მანქანა. გინდა სალონით, გინდა გარე ვიზუალით. აგერ სიდენია შეხედე. ჩავწიოთ ჩუშა. სიდენიაც ნახე, რა მაგარი სიდენია.
აქაც ემის ზოლები აქვს. ემ პაკეტებს ესეთი ფერებში აქვთ. უკანას სტენიაზეც. უკანაშია ნახე როგორ მაგრა იწევა. აი აქაც რა მაგარი სტენია, ჩახედე, ფაქტიურად ковში არის. ცოტა პატარა ადგილია უკან პატარა ბავშვზე მეტი ვერ დაждდება, მაგრამ ხარისხი ერთია და მეორე აქ ჩაიხედე, ковშის ფორმა რო აქვს, შიგნით რო ჩაჯდები. აი ზიხარ, იმენა შიგნით ზიხარ რა. ცოტა პატარა ადგილია ეგ კარგი არ არის. დასრული ადამიანი კარგად ვერ იჯდება, იჭედება შიგნით, მაგრამ მაინც ფორმა ძალიან მაგარია. შავი ალკანტარას ჭერი გვაქვს, უკანა დინამიკების დაფაც შავი ალკანტარათია გაფორმებული. ყავის შეკერილი ტორპედო გვაქვს, რომელიც ახალ მანქანებთან შედარებით აგერ არის და არ არის ამძვრალი და გაფუჭებული. ახალ მანქანებს ერთხელ რომ ზეზე გააჩერებ, ეგრევე რო ძვრება, ეგეც ხო ხარისხი არის, რა თქმა უნდა. აგერ არის ძველი მანქანა და არ ჭირს არაფერი ყავის ტორპედოს. იმიტომ რომ ეს არის ხარისხიანი და არა ახალი მანქანასავით ნაგავი. ამის სალონი არის პირდაპირ ვთქვათ საოცრება, ძალიან ლამაზი და ძალიან დახვეწილი დიზაინით. ეს ცალკე ეს კუპეს ფუნქცია რო არის, მაგიტო აქ რემენის სტენიაში. რო აქ სტოიკა რო არ აქვს, მაგიტო აქ რემენი აქვს. შუშას უყურე რა მაგარი შუშის ასვლა ნახე. რა მაგარი ფორმით ადის ჩადის. ოკეი. ამოვიდა ჩავიდა. თან როგორ ისე ჯდება რომ ჰერმეტულად დაიკეტოს და ქარმა არ შეგაწუხოს და ქარის შრიალი არ შემოვიდეს სალონში. მოდი გადავინაცვლოთ ძრავთან. ამის კაპოტის ახდა მევასება, ესე ყველას ხო რაღაცა უნდა გამოკრა ხელი და ამას რო ამოწევ, ორი ცალი ბერკეტი გამოდის, ესე უნდა მიაჭირო ორივეს და ახადო. რაც შეეხება ძრავს, არის 8 ცილინდრიანი, 4 და 4, უვანუსო. ამ მოდელებში ვანუსიანი 4 და 4-ები არ იყო, მით უმეტეს 99-იანი არის და 99-ში ვანუსიანი 4 და 4-ები იყო. ამ შემთხვევაში უვანუსო ძრავიდევს 286 ცხენის ზალა აქვს და 420 ნიუტონი აქვს. 0-100 უწერია 7 წამი, 400 მეტრი უწერია 14 და 8 და ამიტომ ჩვენ უნდა გავიდეთ, გავზომოთ და ვნახოთ რა შეუძლია ამ მაგარ მანქანას. როგორ სვეჟად არის ყველაფერი, დაკოქილი არის კი. დაკოქილი არის, ძალიან ჩუმად მუშაობს. აგერ აჩვენე ვენტილატორი ოტრიალებს. აი. მაგით მიხვდებით რომ დაკოქილია. ძალიან სვეჟად გამოიყურება. იაპონური მოდელები ყოველთვის ესე იყო, სვეჟი იყო და კაი შენახული იყო, მაგრამ აგვიკრძალეს იაპონური მანქანა არ შეიძლებაო. პლუს აგვიკრძალეს ძველი მანქანის ჩამოყვანა არ შეიძლებაო. აი 99-იანი მანქანაა, ხო კია ძველი, მაგრამ ვერ ჯდება 40 წლიანზე ასაკში, მაგრამ რომელ მანქანაზე ნაკლები არის და რომელ მანქანაზე სვეჟი არ არის ახალი მოდელები რომელიც არის ჩამოყვანილი ახლა. მაჩვენე ამ წლოვანების ახალი მანქანა ამდენი როა გავლილი და რამ მდგომარეობაში იქნება. არ რითი ჩამოუვარდება ახალ მანქანას. გამომონაბოლქვი აქვს, სმესი აქვს, ცუდი თუ რა აქვს. ამიტომ რავი, ეგ კანონი მაინც ჩემი აზრით შესაძლებელია და გადასახედია თავიდან ჩემი აზრით რა. ესეთი მაგარი მანქანები თუ ტექ დათვალიერებას გაივლის და გამომპალი არ იქნება, არ მივცეთ ხალხს შეზღუდვა რომ ვერ ჩამოიყვანონ ესეთი მაგარი მანქანები. ყველაზე მაგარი არის ქუჩაში რომ დავდივარ ამ მანქანიდან ხვდებიან, ყველა მეუბნებიან, აი ესეთ რაღაცას მანიშნებენ რა და მეთქი რა გინდა და თავიდან 1-2 რომ მითხო ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თურმე ფარები ჩართვას თხოვს რომ ესე რომ ამოდის ფარები, მაგის ჩართვას თხოვენ რომ ფარები ამოწიოდა. მოდი ჩავრთოთ ფარები და ვნახოთ როგორი ეფექტური არის ამის ფარები. მე მაგრამ მევასება. ოპა! ახლა რა მაგარია. ოპ, გამოვრთეთ. ჩავრთეთ. როგორი ეფექტურია და როგორი მაგარი დიზაინი არის. ფარებ ამოწეულიც როგორი ლამაზია და ფარებ ჩაწეულიც. ჩემი აზრით ფარებ ამოწეულს უფრო ვიდი აქვს ვიდრე ფარებ ჩაწეულს.
რაც თავარია ძალიან სვეჟი არის და ძალიან შენახული მანქანა არის, იმიტომ რომ ეს არის იაპონური მოდელი. შეურაცხყოფას არ ვაყენებ გერმანულს და ამერიკულ მოდელს, მაგრამ იაპონურები ძირითადად სტატისტიკურად გამოირჩევა სისვეჟით და კაი შენახულობით. გერმანულებიც ძალიან მაგარია, მაგრამ ამერიკულები ცოტა მოიკოჭლებენ, მაგრამ ამერიკულებით შეიძლება. ამიტომ ეხლა წავედით და საქმეში გამოვცადოთ რა შეუძლია, რა მონაცემს დაწერს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ მანქანას 0-100 უწერია 7 წამი, 400 მეტრი უწერია 14 და 8. ჩვენ როგორც ყოველთვის ორნი ვართ. მანქანა იქ დროები რო წერია არ არის გათვლილი ორ კაცზე, გათვლილია ერთ კაცზე. ამიტომ ჩვენ ცოტა რაღაცას დაუმატებთ. რამდენს დაუმატებთ? წამო ერთად გავზომოთ და გავიარო და ვნახოთ. სავარაუდოდ ამ მანქანითაც 200 ვერ გავზომავთ, 100-200 ვერ გავზომავთ, იმიტომ რომ ესეთი მანქანები ცოტა ნელი არის და დიდი დრო ჭირდება 200-მდე აწევას. გზა გადატვირთულია, ამიტომ ვერ გავზომავთ. სავარაუდოდ ფიქრობ, რომ 100-200 ვერ გავზომავ. იმიტომ რომ უწერია 24 და 3 უწერია, თუ სწორად მახსოვს 100-200 და 24 წამი ავტობანი უნდა იყოს ცარიელი, რომ 24 წამში 200 ავწიოთ. ნახოთ რა იქნება, წავედით ერთად გავზომოთ. ეხლა ვნახოთ აქ ჩვენი ცუდ გზაზე ტესტის ვიდეოები, ყველა მანქანას აქ ტესტავთ, იმიტომ რომ სახელოსნოდა რომ გამოვდივარ, ცუდი გზა არის და ავტომატურად იტესტება მანქანა, ხო არ ხმაურობს, ხო არ ბრახუნობს და ასე შემდეგ. ამ მანქანაზე აყენია როგორც გითხარით, მანამდე 19-იანი M-პარალელის დისკები და ცოტა გრუბი არის, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ძველი მანქანასთან შედარებით მაინც რბილად დადის. მაგრამ ჩუმად და კომფორტულად დადის ცუდ გზაზე. სალონი არ ხმაურობს. ძველი მანქანის ხარისხი მაინც სხვა არის. აგერ არის ტორპედო. ყავით შეკერილი ტორპედო. რამდენი წლისაა ეს მანქანა, რამდენია გავლილი და არაფერი არ ჭირს. და ეგერ 24-იან, 20-იან მანქანას 2020-იანი წეღარაც გადავიღეთ. კი გითხარით, თუ უყურეთ X5-ის ვიდეოს, ერთ დღეს ვიღებთ ორივე მანქანას, მერვე სერიასაც და X5-საც. ამიტომ თუ არ გინახიათ X5-ის ვიდეო, გადადით, წინა ვიდეო იყო X5-ის გატესტვის ერთ დღეს გადაღებული. ეხლა გავიაროთ დანარჩენი. ჩემთვის ძალიან მაგარი მოდელია ეს მერვე სერია. ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. დიდი ისტორია აქვს ამ მოდელს. დრაგი. დავარესეტოთ. ეს ძმაო ხარისხია, ხარისხი. ძველი ხარისხი. ძალიან მაგრამ მინდა 140 მოდელის გადაღება, იმიტომ რომ ის მოდელი ძალიან მიყვარს, Mercedes-ზე ვლაპარაკობ 140 კუზაოზე. ძალიან მაგრამ მიყვარს ის მოდელი, ძალიან მაგრამ მინდა რომ ვიყიდო, ახლო მომავალში უეჭველი უნდა ვიყიდო. ეს შეხება არ მქონია და თუ ვინმეს ყავთ, სვეჟი მაჩვენეთ, გადავიღებ, გავტესტავ და საყიდლად გამომადგება, მე რამე რო არ იყოს რომ ვიყიდო და რაღაც არ მომეწონოს, მე არ ვთქვა რომ რატო ვიყიდე მეთქი, მაგრამ ეგ 140 მოდელი, მაგის მოდელი არ არის რომ ვიღაცამ რაღაცა დაიწუნოს და თქვას
ეს რა ცუდი მოდელია და რატო ვიყიდეო. მაინც ვიყიდი, მაგრამ თუ ვინმეს ყავთ კაი სვეჟი მოდელი, თუ შეგიძლიათ შემომთავაზეთ და გადავიღებ, გავსინჯავ ყველანაირად. უვანუსო 4x4, რომელსაც აქვს 286 ცხენის ძალა. ავტომატიკა კარობკა გვაქვს, გადაცემათა კოლოფი ავტომატიკა გვაქვს. ძველი მოდელის კოლოფია ეს ავტომატი და ცოტა ნელი არის. ცოტა არა, კარგად ნელი არის ახლებთან შედარებით. ანუ სიჩქარის გადარწვები და ეგეთი რაღაცეები ძალიან შენელებული აქვს. ისე ჩქარა ვერ თავს, როგორც ახალი 8 HP კარობკები. რაც შეეხება ტრასაზე დგომას, ძალიან მაგარი სატარებელია, ძალიან რბილი არის, კომფორტული არის. ფარდა შეხედე, როგორ ხტუნაობს ფარდა. ესე თამაშობს ფარდა. და ამორტიზატორის ჩაშკა ტვინს ბურღავს, მაგრა ჭრიჭინებს. ძალიან მომწონს ამის სპიდომეტრი, ძალიან ორიგინალური არის და ძალიან მაგარი არის. მით უმეტეს იმ დროში, როცა ეს მანქანა შეიქმნა, იმ წლებში ეს იყო საოცრება. ძალიან მაგარი იყო. აი ეს მაჩვენებელების ეს დაფაც, მაგნიტოფონი და კლიმატი და ასე შემდეგ, ყველაფერი ძალიან ლამაზია და მე პირადად ძალიან მომწონს. მაგრამ არა მარტო მე, სოფლიოში ძალიან ბევრს უმეტესობას მაგრამ მოწონს ეს მოდელი. აი ეგეთაც აი ნახე, პატარა ეგ ხურდები ჩასადები აქვს. ჩემ ბავშვობაში ვინც ხართ, ჩემი წლოვანებიც ყველას გეცოდინებათ ეს რისი არის, აქ ხურდებს დებდი ამაში და მარტივად იღებდი. რულიც 34-ის M5-ს აქვს ესეთი 3 და 6. სიარულში მართლა მაგარი სატარებელია, დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე ამანქანით შორგზაზე, ისე რომ არ დავიღლებოდი. სიდენიაც ძალიან კომფორტული აქვს. რბილი სიდენია აქვს. მოკლედ ძალიან მაგარი მანქანაა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელია. და დიდ უპირატესობას ვანიჭებ ამ მოდელს მეც. ყოველთვის განსხვავებულია სხვა BMW-ებთან შედარებით. არც ერთ მოდელს არ აქვს ესეთი დიზაინი. არც გარედან, არც შიგნიდან, არც ერთ BMW-ს მოდელს არ გავს და ესეთი კონფიგურაცია არც ერთ მოდელს არ აქვს. ამიტომ ეს ანიჭებს უპირატესობას, რომ იყოს განსხვავებული მოდელი. აქ გვაქვს ბარდაჩოკი, სათავსო, სადაც გვაქვს საჭიქეები, ჭიქის დასადებები. ესე ამოიწევა და ჭიქა იდება ამაში. ახალ მოდელებს რო აქვს რაღაცა რომ გამოძე იდება, ადრე იყო ესეთი რაღაცა, ესე ამოწევდი ჭიქას ჩადებდი. ეხა აქ რა ჭიქავდა ჩადო ამ იმაში. ბოდიში, მე ვარ დებილი. ესე უნდა გადმოწევ და აქ იდება ჭიქა და ძალიან კომფორტული არის მაინც. მოსოხობს არ გავწდეთ. ყველაზე მაგარი არის ეს ფანარი. მთელი ბავშვობა ამ ფანარს დავსდებდი. არ ინთება, ელემენტი არის ეტყობა ვადაგასული. აი როგორი აკისლენიები აქვს უკან. ეს და გაიწმინდოს და შეიძლება ამუშავდეს. აი BMW-ს ლოგო. მთელი ბავშვობა 26 მეტები რომ მყავდა, სულ მაგ ფანარს დავსდებდი. ყიდულობდი და მქონდა მუშა მდგომარეობაში. შევაჭროთ ისევ თავის ადგილას. დავხუროთ. 14-ის ვიდეო ვინც უყურეთ, რო ვიძახდი მერვე სერიას გადავიღებ მეთქი, იგივე მეპატრონის მანქანაა ესეც. ეს უკვე მეორე მანქანაა მაგისი რაც გადავიღეთ, კიდე სხვადასხვა კარგი მანქანები ყავს, იმასაც ნელ-ნელა გადავიღებთ. E34 ყავს შნიცერის ნავაროტკით. იმასაც შემოგთავაზებთ შემდეგ რამოდენიმე ვიდეოში. ისიც ძალიან სვეჟი და ძალიან მაგარი მანქანა, იაპონური ვერსიაა შნიცერის ნავაროტკით. 89-იანია თუ სწორად მახსოვს ის მანქანა. და ის სასწაული მანქანაა. ასე მაგრამ ევასება, აი ესე ფარებს რო ჩართავ, გადაიღე წინ, ესე ფარებს რო ჩართავ და წკაპ ამოიწევა ფარები ეგრევე. ძალიან მაგარი ეფექტური არის. ძალიან კომფორტულია, ძალიან რბილია და ძალიან მაგარი სატარებელი მანქანა არის. ეხა წინ მანქანა რომ მიდიოდეს, ხელი გადმომიყო და ესე მაჩვენა მაგარი არის. დიდი მადლობა თუ მიყურებ და ნახავ ამ ვიდეოს, დიდი მადლობა ამ ყველაფერთვის. ძალიან გადატვირთული მოძრაობაა, კვირადღე არის, 23 რიცხვი არის, გიორგობა არის და რა ვიცი. ყველა უნდა კეიფობდეს, ერთადერთი მე ვარ გიორგი, რომ ვერ ვარ დალაგებული და მანქანას ტესტავ და ვზომავ. იმის მაგერად მეც ვიждდე და კეიფობდე და აღნიშნავდე, მანქანაში ვზივარ და ტესტავ რაღაცებს. ამ კატავ, ვერაფერს ვერ ტესტავ. ძირითადად BMW-თ რო დავდივარ ხოლმე, ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას
მანქანიდან გამოცემულ ხმას. ანუ მუსიკა მაქვს გამორთული. წეგანო თუ ნახავდით წინა ვიდეოში X-ითაც რო დავდივარ Bang & Olufsenis, Bauer Wilkinsის აუდიო სისტემა აქვს, რომელიც არის საოცარი სისტემა არის. წეგან რო უსმენდით, ეხა ვიდეო არ გადაგვიღია, მაგრამ აი სასწაული ხმა არის მანქანაში. მაგრამ რო დავდივარ, მაინც მანქანის ხმას უსმენ, ვიხლოპის ხმას უსმენ და აქაც მუსიკა მაქვს გამორთული და უსმენ ვიხლოპის ხმას. აი მაგალითად დავაჭირეთ ცოტა და ხმა არაფერი არ აქვს ამ მანქანას. ქარხნულია ყველაფერი. აინც ხმა აქვს. აუ იმ X-თან შედარებით როგორი ნელია. მაიბახივით თავს სიჩქარებს ნელა და გარტყმით. მოდი ახლა გავზომოთ, გამარჯობა. გავზომოთ 0-100, გადმოვიტანოთ სპორტში. DS არ გამომირთავს, ერთს გავზომავ და მერე DS-ს გამორთავ და ისე გავზომავ. პირველი ცდა უიმედ რა ამბავია. 0-100 იყო. 10-2, ოღონდ DS-ი არ გამომირთავს და იმან დამიბლოკა ცოტა, კიდევ ცდი. 1-4 იყო 17 და 1. იმ პიცოტით. ხო, ბევრად ჩქარი იყო. მაი რა დაიპეტი, გაიცა დავარესა და აი ესე გავთიშოთ. ესში გადავიტანოთ. ის 8 ნახევარში 60. ძველი კარობკა ეგრე არის. 9 და 9. ცოტა უკეთესი ხო იყო. არა სიჩქარეს უბრალოდ ძალიან მაგარი. სავარაუდოდ 200 ამაზაც ვერ გავზომავთ. არა. შანსი არ აქვს. აბა ეხლა ვნახოთ რა იყო, გავაჩეროთ, უსაფრთხოთ. 0-100 იყო 9 და 9. 400 მეტრი იყო 16 და 9. პირველ გასინჯვასთან შედარებით უკეთესი არის, მაგრამ ის არ არის რაც უნდა იყოს. 0-100 გვაქვს ძალიან ცუდი, ცოტა ვიაროთ და იქნებ ნენელა ჩამოვწიოთ. თუ არა და ალბათ ფილტრები, ბენზონასოსი და რაღაცები სანახავი იქნება. დიდი ხანი რო დგას ეს მანქანა თან გავლილია 191,000 კილომეტრი. კაროვკაც კი, ანუ კაროვკა ძველი არის და მაგიტორთავს ნელა. ეხლა მანუალით წავიდეთ, აბა ვნახოთ. გვიანკრიფავს აბაროთ ძალიან. აი ნახე. ძალიან ნელა გადავთ. დიდი პაუზა ქონდა. 10-09. 16 და 9 იყო, ხო? 400 მეტრი. 0-100 გვაქვს კატასტროფა, ძალიან ბევრი და 0-100 რო ჩამოვიდე 7-ზე 400 მეტრით ძალიან მაგრა ჩამოვა დაბლა და თავიდან აბაროტის აღება მაგრა უჭირს. მაღალ აბაროტზე კარგად მიცმევ, თავიდან აი აბაროტს ცოტა ძნელად იღებს და უკვე ფილტრები რაღაცებია სანახავ. რაც შეეხება მანევრს მოსახვევის შესვლაზე, რავი, აი ძალიან მაგრა უხვევს. მით უმეტეს ძველი მანქანაა, მძიმე მანქანაა. ამ ბაზა ისეთია, რომ მოსახვევში ძალიან მაგრა დგას და მაგრა გადის მოსახვევებს. ისე რომ არ მოგაცურებს და არ დაგამტვრევს. რაც შეეხება აუდიო სისტემას, ქარხნული აუდიო სისტემა უყენია, ძველი, მაგრამ მაინც ხარისხიანი და ძალიან სულთად მომუშავე ხმა აქვს. სხვა მანქანებსაც გავსინჯავთ ყველაფერს, ვისაც რა გეყოლებათ, არ არის პრობლემა, დიდი სიამოვნებით გადავიღებ. არა აუცილებელი რამე
განსაკუთრებული მანქანა იყოს, ნებისმიერ მანქანას განვიხილავ და ნებისმიერ მანქანას გადავიღებ, იმიტომ რომ საქართველოში უმეტესობა არ არის იმ კონდიციაზე, რომ იყიდოს 100,000-იანი მანქანები და 50,000-იანი მანქანები. შეიძლება ვიღაცას 7,000-იანი მანქანა უნდოდეს და მეტ საშუალება არ ქონდეს და ხო და იცოდეს ის 7,000-იანი მანქანა როგორი მანქანაა. ჩვეულებრივ მანქანებსაც გადავიღებ, არ არის პრობლემა სამომავლოდ. მაგალითად მე მყავს Toyota Yaris 2008 წელს გამოსული, ცენტრიდან გამოვიყვანეთ 2008 წელს, დედა ჩემისთვის ვიყიდეთ ის მანქანა. დღემდე მანქანა გიჟივით არის, დადის, რა ვიცი, რასაც მაგ მანქანას უშვები, არ ფუჭდება და ეგეთი ვიდეოც უნდა გადავიღო, რომ იცოდეთ დაბალ ბიუჯეტიანი მაგარი მანქანა, რომელია რომ არ გაფუჭდეს და სახელოსნოში არ გატაროთ. ეგ არის Toyota. აი რამხელა რეკლამა გავუკეთე, ხედავ? BMW-ს მოყვარულმა რამხელა რეკლამა გავუკეთე Toyota-ს. სიმართლე ეგ არის, რას ვიზავთ. ამიტომ გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. ეხა გავაჩეროთ ფარები, გავთიშოთ ჩვენი სილამაზე, ჩავწიოთ დაბლა და ესეც ვნახოთ რა დროში ივლის. მაგრამ ჩემი აზრით ამას რაღაცა პრობლემა აქვს დაბალ აბაროტს ვერ იღებს და მე მაღალზე მიდის. რაღაცა კომპიუტერით არ მინახია, ან რაღაცა სენსორი, ან რაღაცა გაგუდული აქვს. დაბლიდან მაგრა უჭირს აბაროტის აწევა. აი გვიან მიდის და მე მაღალ აბაროტზე ჩქარდება. გავაჩეროთ. უსაფრთხოთ. ესე იგი 0-100 ისევ ქონდა 9 და 9, ისევ 9 და 9 იყო, 996 იყო. 400 მეტრი 16 და 8 იყო. 400 მეტრი ფარებმა მოგცა სხვაობა და უკეთესად ავჩქარდით. მაგრამ 0-100 არაფერი არ არის, 0-100 ბევრად ჩქარი უწერია ამ მოდელს. 0-100 ვერ დადის. მანქანას რაღაცა უჭირს აბაროტის აწევა. რამე სპორტის კნოპკა არა გვაქვს კაცო. ეს მანქანა ქარხნულ მონაცემზე უნდა მოვიყვანოთ. ვა, რაღაცა კაი სტარტი იყო. რაღაცა კაი სტარტი იყო, ბევრად ნაკლები იქნება ეხლა. მაინც 9 და 9 იყო შეიძლება დედაცვატირე. კიდე ერთი ჯიგარი ხარ, დიდი მადლობა. კიდე ერთი ბიჭი შევხვდა და მოეწონა მანქანა. ესე იგი ტყილა დავდივართ, ეხლა ტყილა ვაწვალებთ, მანქანა ხოძე არ არის. გავაკეთოთ და გავსინჯოთ ისევ ისე. საუკეთესო დრო გქონდა 400 მეტრის 16.8, რომელიც უნდა იყოს 14 და 8 და 0-100 გქონდა 9 და 9, ორი კაცით. ეხა გურამი რო ჩამოსვა, ეს 2 წამს არ მოაკლებს. რაღაცას მოაკლებს, მაგრამ 2 წამი არ იქნება. ამიტომ მანქანას ცოტა რაღაცა მარილის მოყრა აკლია. მე რისთვის ვარ? გავაკეთე. ერთ ვიდეოს გადავიღებ კიდევ ერთხელ ეს მანქანა რომ მოიხოდება და ქარხნულ მონაცემს დაწერს. როგორ გავაკეთეთ, რა პრობლემა იყო, რა შევცვალეთ, ყველაფერს სათითაოდ შემოგთავაზე. მერე გავზომავ კიდევ ერთხელ თავიდან. გამოიწერეთ არხი, რაც მთავარია, დააკომენტარეთ, ვინმეს თუ ყავთ რამე კარგი მანქანა შემოგთავაზეთ. ყველაზე მაგარი მუღამი მაქვს, 140 ყველა ვარიანტში მინდა და მინდა G90-ის M5. იმ ტრეკზე ვიარე, ნიხვატკაში დავჭი, ბოლომდე ვერ ვიარე, ვერ შევიგძენ იმ მანქანის ყველა მონაცემი, იმიტომ რომ იქ შეზღუდული ფუნქციები ქონდათ გააქტიურებული და კარგად ვერ გავსინჯე. 0-100 მაინტერესებს, 100-200 მაინტერესებს და ყველანაირად მაინტერესებს ეგ მანქანა და ვინმეს რამე ხელი თუ მიგიწვდებათ მაგ მოდელთან, გეხვეწებით, დამეხმარეთ, გადამაღებინეთ ეგ ვიდეო. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.